მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას წარმატების გასაღები, მე მისი წამყვანი ქეთა ტრაპაიძე გახლავართ. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ქალბატონი ლია ჯაში, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური საოპერო დასის სოლისტი და მისი მეუღლე, ნეაპოლელი ტენორი და პიანისტი დიეგო ანდრია თისჩელა. მოგესალმებით. მოგესალმებით. მინდა გითხრათ ის, რომ ახალხან დაბრუნდით იტალიიდან. დიახ. სადაც ჩატარდა კონკურსი, თქვენ იყავით ჟიურის წევრად მიწვეული. ესე იგი, ახალხანს ჩატარდა მილანში ახალგაზრდული კონკურსი, იტალიის ახალგაზრდა ტალანტები, სადაც მიწვეული ვიყავი ჟიურის ერთ-ერთ წევრად. მე საქართველოდან ესეთი სიხარული იყო ის ჩემთვის, ვერ გადმოგცემთ უბრალოდ, იმიტომ რომ ძალიან ისეთი პრესტიჟული ხალხი იყო მიწვეული ჟიურის წევრებს შორის, მათ შორის მეც ვიყავი მიწვეული, მაგრამ ეს განაპირობა, რომ მე რაც დაბრუნდი იტალიიდან საქართველოში, ესე იგი, ვამეცადინებ მილანში ახალგაზრდებს ონლაინის საშუალებით, არაერთი გამარჯვება მაქვს და ამან განაპირობა სწორედ ეს მიწვევაც მილანში, რომ მეც ერთ-ერთი წარმომადგენელი ყოფილიყავი და ძალიან სასიხარულო ინფორმაცია იყო და შესაძლებლობა იყო ეს ჩემთვის, რაც მომანიჭა ჩემმა მეუღლემ და მთლიანი ეს დაფინანსება, იტალიის ესე იგი გამგზავრება, მონაწილეობა, იქ ყველაფერი იყო მისი ხარჯებით სრულიად და ძალიან გახარებული ვარ, რომ ხელი შემიწყო ჩემი ტალანტის წარმოჩენაში. ორ მაგაც სასიხარულო იყო ეს ინფორმაცია ჩემთვის. ერთი, რომ გამოდიოდა ჩემი მოწაფეები და მე თავად ამას შევესწრებოდი და ჩემი თვალით ვიხილავდი მათ მონაწილეობას, მათ შედეგებს, თუ როგორ ვამეცადინებ და ეს ნამეცადინები უნდა გამოიტანონ უკვე ფართო ჟიურის წინაშე, ცნობილი იტალიელი შემსრულებლების, მომღერლების, აგენტების, კონსერვატორიის პროფესორების წინაშე, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ ამ ჟიურში ჩემთან ერთად და ეს ძალიან საპასუხისმგებლო იყო ჩემთვის. ჩემმა მოწაფეებმა წარმოაჩინეს თავიანთი ხელოვნება, რაც შევასწავლე მე მათ. ანუ ერთი ბიჭი მყავს იტალიელი, მაქსიმ ანტონიო მარუოტი, რომელთანაც მუშაობ მე უკვე რამდენიმე წელიწადია ონლაინის საშუალებით. 7 წლის იყო, როდესაც დაიწყო ჩემთან მეცადინეობა და 14 წლის არის, ახლა 15 ასრულებს რამდენიმე დღეში. თან ამ წლებში გარკვეულ გარდატეხის ასაკში ძალიან რთულია მეცადინეობა, თუ არა გაქვს ძალიან სრულფასოვანი იტალიური სასიმღერო სკოლა, ამისი გამოცდილება, ისიც ონლაინის მეშვეობით ამეცადინო და არაერთ გზის გამარჯვებული მყავს უკვე მაქსიმიმე. სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში, ეს კონკურსები საზღვარგარეთ ალბათ 3-ჯერ, 4-ჯერ მაინც ტარდება და ყოველ ჯერზე ხან პირველი ადგილი, ხან მეორე ადგილი. მესამე ადგილი მახსოვს თავიდან რო დაიწყო 8 წლის ასაკში, მაშინ აიღო ერთხელ, შემდეგ სულ გამარჯვებები, მეორე ადგილი, პირველი ადგილი, გრან-პრიები, არაერთი სამადლობელი წერილი მაქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო ჟიურის წევრებისაგან და საერთაშორისო კონკურსებიდან მიღებული, რომ მე კარგად მუშაობ და მყავს ესეთი მოწაფე, რომელიც წარმოაჩენს ჩემს ცოდნას საზღვარგარეთ.
და მადლობელი ვარ ასევე მე მისი მშობლების. რომ წამოვედი იტალიიდან 4 წელიწადი სრულდება უკვე, რაც წამოვედი იტალიიდან. მოდიშით რამდენიმე წელი ცხოვრობდით იტალიაში? დიახ, მე სწავლობდი თან იქ, 2015-ში წავედი და იქ ჩავაბარე კლაუდიო აბადოს სახელობის სამოქალაქო სკოლა, კლასიკური მუსიკის ინსტიტუტი, ასპირანტურის 2 სრული კურსი გავიარე პროფესორ ადელიზა ტაბიადონის საოპერო კლასში. შემდეგ უკვე დაბრუნდი საქართველოში, აქ ძალიან დიდი შეფერხებები მქონდა, გადავედი ახლა სხვა სფეროზე ამ მხრიდან. ადგილი გამისხისეს უკანონოდ და მომიწია სამართლებრივი გზით დაბრუნება ჩემი სამსახურეობრივი ადგილის ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში და ისე მომიწია უკან დაბრუნება და ამიტომ იქ რომ მე ლეგალურად ყოფილიყავი, დრო არ გამეცდინა, ისევ განვაგრძეს სწავლა, განვითარება ჩემი ცოდნის და დავამთავრე ასევე კიდე საოპერო აკადემია, მილანის საოპერო აკადემია, ადათსის ინდივიდუალური კურსები, შემდეგ უკვე მაგისტრატურის კურსები გავიარე იქ და ვცდილობდი, რომ ეს ჩემი ცოდნა უფრო განმეღმავებინა და დამეხვეწა ცნობილ იტალიელ მაესტროებთან და პედაგოგებთან. ასევე ავსტრიაში დავდიოდი, გერმანიაში მასტერ კლასებზე და ძალიან დიდი ცოდნა შევიძინე და ძალიან მყარი ცოდნა რომელმაც მომცა ჯერ საქართველოდანაც ჰქონდა მე ძალიან დიდი ცოდნა მიღებული და იქ უკვე მეტად გავამდიდრე და უფრო მეტად განმაახლე და ჩამოვიტანე ისევ ჩემს ქვეყანაში. ანუ ბათუმის ფალიაშვილის მუსიკალური დამთავრებული გაქვთ ხო? დიახ, დავამთავრე, მე სკოლა დავამთავრე. თუ არა, მაშინვე დედაჩემმა წამიყვანა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში. მაესტრო სულიკო გიორგაძის კლასი დავამთავრე, ნათელი მისხსოვნას. როგორც კი დავამთავრე სასწავლებელი, შემდეგ კონსერვატორიისაკენ გამომიწია გულმა, არ დამიკარგავს წლები და პირველივე ცთაზე მიმიღეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. იქ პირველ წელიწადს მასწავლიდა დიდი მაესტრო ქალბატონი გულნარა ქართველიშვილი, მაგრამ სამწუხაროდ არ დამცალდა მასთან დიდი ხნის მეცადინეობა, იმიტომ რომ 1 წლის შემდეგ გარდაიცვალა და მეორე წლიდან უკვე ქალბატონ მედია ამირანაშვილის კლასში ვიყავი, ცოცხალი ლეგენდა, უდიდესი სოპრანო. მე რასაც უყურებდი მის შემოქმედებას, მის სიმღერას, აი ის ძარღვი დღევანდელ დღემდე მომდის, აი რო იტყვიან ჩემს ზარღვებში მოდის აი ის სისხლი როგორ გვაჩვენებდა, როგორ მღეროდა და როგორ ლომივით იდგა და როგორი ლომური მისწრაფება ჰქონდა და ეს რაღაცა ამაღლებული გრძნობა, რომ ის უმაღლეს სფეროში მღეროდა. იმ დროისათვის, როდესაც დაბრუნდი მე ბათუმში კონსერვატორიის შემდეგ, არ ვიყავი მე შეიძლება უკვე მაინდა-მაინც ისე იმ დონეზე გამართული როგორც სოლისტად და დავიწყე მეცადინეობა ინდივიდუალურად მაესტრო ტარიელ ჭიჭინაძესთან, ბანთან, საქართველოს დამსახურებულ არტისტთან და უკვე ამ ადამიანმა ჩადო ჩემში ეს გენიალური ძველი იტალიური სასიმღერო სკოლა და 11 წელიწადი ვიმეცადინე მასთან. ჯერ 5 წლის განმავლობაში ბათუმში მოღვაწეობდა, შემდეგ როდესაც გაიხსნა თბილისის სახელმწიფო თეატრი დაბრუნდა, მე დავდიოდი ბათუმიდან თბილისში, როდესაც შესაძლებლობა მქონდა სამეცადინოთ და შემდეგ უკვე მიშველა იმან, რომ აი ეს ტელეფონები შემოვიდა და ონლაინის საშუალებით მეცადინეობდი და ის რომ მეტყოდა, რომ როგორ უნდა ამეყო ბგერა წინ თაღში როგორ ხო? ამას მაშინ არც იყო ესეთი რო იტყვიან პირდაპირი ტელეხიდები, იყო უბრალოდ მოსმენითი სატელეფონო აპარატები და აი იქედა მეუბნებოდა შენიშნებს და იმდენად გამართული ვიყავი, რომ წამშივე ვასწორებდი ყველაფერს. იფიქრებდით თუ არა ბავშვობაში აი ასეთ წარმატებას მიაღწევდით და დღეს შემდგარი ქალბატონი იქნებოდით და თქვენ ანუ სოპრანო ხართ, როგორც ვიცი და ისიც ვიცი რომ ფესვები გურიიდან მოდის. დიახ, კერძოდ ლანჩხუთიდან და მე ძალიან მოხარული ვარ, იმიტომ რომ ჩემი სამშობლო არის ლანჩხუთი. დიახ.
და რომ მომიყვა თქვენი ბავშვობის შესახებ და ვიცი მაპატიეთ ისიც რომ თქვენმა მამა იყო პირველი ის გმირი ვინც აგამღერათ. დიახ. და რომ მომიყვეთ ამის შესახებ. ანუ ესე იგი ბავშვობიდან სიმღერასთან საუბართან ერთად სიმღერაც დავიწყე, რაღაც ამღერდი, არ ვიცი, აი ეს ტელევიზიით სიმღერები, როდესაც იყო რაღაც მომეწონა და მახსოვს მამამ შემასწავლა პირველი სიმღერა, მაია წყნეთელის სიმღერა, კინოფილმიდან მაია წყნეთელი, შემდეგ იქ იყო მზიური სიმღერები, დახკარი, დავთაფებს და აი ბავშვობაში ლანჩხუთში, როდესაც ვიყავით არტადეგებზე ჩავდიოდით, ჩვენ ისე ბათუმში ცხოვრობდით, მაგრამ იქ ბებია და ბაბუა ყავდა, ის ბებიაც მეხმარებოდა ფანდურზე უკრავდა, ისე მახსოვს და მღეროდა და ისიც მასწავლიდა სიმღერებს და აი გამოვდიოდი და ის კიბეზე ვდგებოდით, გავწევდით ამ ფარდებს და კონცერტებს ხელოვნური ფარდები კონცერტებს მართლა ფარზე გადაფარებული ხელოვნური ან ბავშვობიდანვე ქონდა მიდრეკილება, იცოდით რომ ეს დიახ და განახორციელებით არ მიფიქრია, არა მღეროდი ახლა გეტყვით და აი ამას ყველაფერს იქ მთელი სამეზობლო თუ კი ლია იმღერე გისმენთ, შემდეგ ჭრიჭინა უკვე გავიზარდე ცოტა უკვე ჭრიჭინა სიმღერას მღეროდი და ვატარებდი კონცერტებს, ეს იყო ლანჩხუთი თუ ჩოხატაური, დედაჩემის დედულეთი. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ხალისიანი ბავშვობა, სკოლაში იყო და 200 ბავშვიანი გუნდი იდგა, მაშინ ოლიმპიადები იყო ძალიან ისე და მუსიკალური სმენის ბავშვები თუ კი იყვნენ ჯგუფებში, გუნდი იყო სკოლის ბაზაზე შექმნილი, მახსოვს ქალბატონი ციალა ჩიჩუა დადიოდა კლასებში სმენიან ბავშვებს ეძებდა და ერთ-ერთი მეც ამომარჩია და იქ გამოვდიოდი და სოლისტად მომღერებდა სულ. უკან 200 კაციანი ბავშვთა გუნდი იდგა, მე ოლიმპიადებზე აი დიდი ბაფთებით ისე მღეროდი მოაბიჯებს ოქტომბერი. და მახსოვს ეს პირველი ფრაზები. სულ ამას მღეროდი. დიახ. მოგონებები. შემდეგ უკვე დედამ შემიყვანა სკოლა, როდესაც დავამთავრე მუსიკალურ სასწავლებელში, მე უფრო იურიდიული ფაკულტეტი მინდოდა ამერჩია, უფრო მისწრაფება მქონდა ამ სპეციალობისაკენ და წამიყვანა მასწავლებელთა მოსვენაზე. ქალბატონი დოდო ჯვარშეიშვილი იყო ესეთი ქართველი მაესტრა ბათუმის სახელობის ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სასწავლებელში და როდესაც მომისმინა ქალბატონმა მაჩვენა იქ ბგერით, აი ესე მომეციო, ისე შეკრული ბგერით მითხრა რომ მომეციო ხმაო, გამამღერა მან და აი რო იტყვიანა, ვისაც ღმერთი დაადებს სიტყვაზე ნიშანს, რომ ამან უნდა გააგრძელოს ეს გზა. ხო, ეს ვირუსი შეიჭრა ჩემს გულში, რომ ისე მომეწონა ამ ქალბატონმა, რომ ეს ბგერა მიჩვენა და მე საპასუხოდ დაუბრუნე მას, ხო? აი ეს ვოკალური ვირუსი შეიჭრა იმ წამებიდან ჩემს გულში და სულში. თქვენი სიყვარულის ისტორია მაინტერესებს, როგორ დაიწყო, სად გაიცანით ერთმანეთი? თქვენი შეხვედრა პირველი. ეხლა სიმართლე რო გითხრათ, მე პირველი ოჯახი დამენგრა და ძალიან დიდი ის მომაყენა მან დაღი დამასვა და დიდი ტკივილი და შემდეგ უკვე საერთოდ არ ფიქრობდი მე არც ოჯახის შექმნას, არც არაფრის თავიდან დაწყებას და ოჯახი უკვე დანგრეული მქონდა, როდესაც დიეგო, ესე იგი, გამომეხმაურა ინტერნეტის საშუალებით, სოციალური ქსელით, Facebook-ის საშუალებით გამომეხმაურა, იქ რაღაც ჩემი ნამღერი მედოდა, ვინმეო რა ლამაზი ხმა გაქვსო, მარია კალაზე უფრო მეტი ლამაზი ხმა გაქვსო, იქ რაღაც კომენტარი დამიწერა და ისე გამიხარდა ეს ახლა უცხოელი ადამიანისაგან ისეთი შეფასება იყო ჩემთვის, დიდი მადლობა გადაუხადე და შემდეგ მითხრა რომ ესე ცნობილი პიროვნება ვარ, ცნობილი ოჯახი და რაღაციდან და ესე ხანდახან 2 წლის განმავლობაში მიგზავნი და თავის რაღაც ნამღერებს, სხვა ნამღერებს, ჩანაწერებს, აზრს მეკითხებოდა. ამავე დროს მეკითხებოდა თუ მე სად მოღვაწეობდი, როგორ და სიმართლე გითხრათ, ამ მქონია ახლო ურთიერთობა, ძალიან შორს მეჭირა თავი ფაქტიურად, აი 60 თვეში 1-2 ჯერ თუ რაღაცას გამომიგზავნი და მადლობას გადაუხდიდი, ძალიან მოგზალებული სიტყვა პასუხი იყო. და მესამე წელიწადს უკვე სამთხოვა რომ დუეტი ჩამეწერა მასთან ერთად და რაღაც თავი არ დამანება, მე ვთხარი, კარგი მეთქი, მაგრამ აი
ჩავწეროთ მეთქი მეუთხარი და მეც დაგეხმარები იქ რაღაც დუეტის სიმღერაში შესწორებებში მეთქინდა დაინტერესდა ამ იმიდან უკვე რომ დავიწყეთ ჩვენ სიმღერა ხო და როდესაც გავამღერე და უთხარი რომ აი ძველი სასიმღერო იტალიური სკოლა მაქვს მეთქი ამას თურმე მანამდე მთელი ინფორმაციები აქვს ჩემზე შეკრებილი ხო და ესე იგი აი იმ დღიდან დაიწყო ესე იგი რომ მეცადინეობა ჩემთან და დაიწყო ჩემი პუბლიკაცია როგორც მომღერლის, როგორც პედაგოგის წერდა რომ აი ახალგაზრდა ქართველი გოგო, მომღერალი, ესეთი ფენომენალური ხმის პატრონი და აქვს ძველი იტალიური სასიმღერო სკოლა და გთხოვთ ყველას რომ იმეცადინეთ მასთან დროს, კარგავთ ტყუილად იტალიელ მაესტროებთან და ბევრ სხვა ადამიანებთან, ვინც გახტევინებთ ძალიან ძვირს და ეს პატარა თემა არაა, რომ ესე უცხოელი ადამიანი ჯერ არ იცნო პირადად არაფერი, ასეთ პუბლიკაციებს აკეთებს, დაუფარავად ეს Facebook-ის საშუალება იყო, TikTok-ი იყო, სადაც კი სოციალური ქსელი იყო, ყველგან ამას აფიშირებდა და დაინტერესდა ძალიან ბევრი უცხოელი. მახსოვს რამდენიმე ქალბატონი მეცადინეობდა თავად იტალიელები დაინტერესდნენ ერთი ლონდონიდან მეორე რომიდან აქვს დამეგობრდით თავიანთი საოპერო აკადემიები მერე სრულიად უცხო ადამიანები მეხმიანებოდნენ მომღერლები მამაკაცები და აბა საიდან როგორი იტალიური სკოლაო საიდან მოდისო და ამას ახლა ამ ყველაფერს ესე იგი დიეგო ანდრია დამიდგა რომ იტყვიან აი თასავით რომ ეს ამას თამამად აჟღერებდა იმ დონეზე იყო ეს კმაყოფილი და ხდებოდა იმას როგორ წარმემართა მე მისი ხმა და სულ სხვა მეთოდს ვიყენებ ამისათვის და სულ სხვა სკოლას ვიყენებ მადლობა ჩემს ცხონებულ მასწავლებელს მაესტრო ტარიელ ჭიჭინაძეს ამისათვის და აი აქედან დაიწყო უკვე შემოვიდა მეგობრულ ურთიერთობაში ჩემთან. რამდენი ხანია რაც ერთად ხართ? ესე იგი წელიწად ნახევარია, რაც ფაქტიურად მე ვიცნობ მას თითქმის აი 2 წელიწადი შესრულდება ოქტომბერში, წელიწად ნახევარი ესე, მესამე წელიწადს დაიწყო მეცადინეობა. შემდეგ მე მინდოდა სოლო კონცერტის ჩატარება ჩემს მოწაფეებთან ერთად და თავად გამოთქვა სურვილი ჩამოსვლის და პროექტი გავაკეთეთ, ესე იგი დაგვეხმარა აჭარის კულტურის სამინისტრო შემოქმედებით პროექტებში ძალიან დიდი მადლობა მათ ამისათვის, ასევე აჭარის მთავრობა დაგვეხმარა ჩვენ შარშანამის თაობაზე და ეს პროექტი დამიფინანსეს და როდესაც უნდა ჩამოსულიყო ესე იგი დიეგო ანდრია წარიმართა ჩვენი ერთობლივი კონცერტი მასთან ასევე ჩემს სხვა მოწაფესთან ქართულ მოწაფესთან ერთად ერეკლე გურგენიძესთან ერთად ახლა თუ გაქვთ რაიმე დასახული ან ახალი კონცერტი ან ეხლა გვაქვს შემოქმედებითი რამე ისეთი საღამო დიახ ეხლა გვაქვს ჯერ ნეაპოლში დაგვირდნენ და ანუ გასულითი გასით ხო დაგვირდნენ რომ იქ ორკესტრთან უნდათ ჩვენი კონცერტი ივლისში უნდათ მაგრამ ეხლა მოწერეს რომ დაელოდეთო ხო და დაგველოდეთო რომ რაღაცო გვიანდება ალბათ შემდეგ გადაიტანებენ არ ვიცი რაღაც მოწვევას დაგვირდნენ და ვნახოთ და მერე კიდე მე ვამზადებ კონცერტს ბათუმში ველოდებით ეხლა იქაც ველოდებით ჩვენ დადასტურებას როგორც შარშან ეს არის სამინისტროს პროექტები, შემოქმედებითი პროექტები ახალგაზრდებიც ვაკეთებთ, ხელს გვიწყობენ და ველოდებით დადასტურებას ამ პროექტისას ოპერის ჰანგები, ასე დავარქვი წლევანდელ წელიწადს და მღერი ვართ მე და დიეგო ანდრია ამ კონცერტზე, იმედია ჩატარდება ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დიდ დარბაზში. დიეგოს მოსწონს ხო საქართველო? დიახ, Diego, cosa puoi dirle per Giorgia? Cosa ti piace? Come sei contenta di stare qui? Giorgia, penso, ad esempio Batumi, penso è più civile di come si vive a Napoli, come persone, più civile. Darcebodi სამუდამოდ საქართველოში საცხოვრებლად. Volevi stare sempre a Giorgia per vivere? Sempre, cioè, sono qua. Beh, poi si vede, fa un po' freddo.
fa un po' freddo. სიცივე არ მოწონს, ეს უბრალოდ ძალიან სითბოს მოყვარულია. Ad esempio a Napoli e magari in tutta Italia manca modi di pagare sempre il parcheggio. ანუ ესე იგი იქ ტრაფიკები ჯერ არ უნახია და აქ უფრო მეტი თავისუფლება არის მანქანების სამოძრაოთო მხრივო, ძალიან მოსწონს. დიახ, ხო და ნეაპოლშიო, მაგრამ მე რაც ნეაპოლში ახლა ვნახე იქ ანუ მილანის შემდეგ იქ დავასრულებ ორ თავემ გაიმარჯვა ჩემმა მოწაფემ მაქსიმ ანტონიო მარუოტო მეორე ადგილი აიღო, ერთი რუსი გოგონა მეცადინეოს 4 თვია ჩემთან. იმან მესამე ადგილი აიღო, ესე იგი ორი გამარჯვება მოვიპოვე ფაქტიურად და ისე ჩამოვედი იმ ინტერნაციონალური კონკურსიდან. მინდა გთხოვოთ, რომ ცოცხლად შემისრულოთ. სიამოვნებით. გემშვიდობებით გიტოვებთ სასიამოვნო სიმღერას. ჩემი სტუმრები იყვნენ ქალბატონი ლია ჯაში და ნეაპოლელი ტენორი და პიანისტი დიეგო ანდრია ფიშჩელა. სასიამოვნო. Bella